გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ კაპეტავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ პროპაგანდის ძალაზე. რა შეუძლია პროპაგანდას გააკეთოს ადამიანის ცხოვრებაში და შეუძლია თუ არა ცოდვა წარმოაჩინოს ისე, რომ თითქოს ეს არ არის ცოდვა ჩადენილი ღვთის წინაშე. მოგესალმებით მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, გადავწყვიტეთ ეს თემა ყოფილიყო გამომდინარე იქედან, რომ 21 საუკუნე გლობალიზაციის პროცესი და საინფორმაციო ომი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და სოციალურ სივრცეებში განსაკუთრებით მუშაობს ეს საინფორმაციო ომი, რომელიც უმეტეს შემთხვევებში პროპაგანდას ეფუძნება ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენც არ დაგვეტოვებინა ეს თემა ჩვენი გადაცემის ინტერესის გარეშე და ოღონდ სხვა ჭრილში რო გავშალოთ. გულისხმობ იმას, რომ რამდენად შეუძლია აი რაღაცა ისე შეფუთოს პროპაგანდამ ესა თუ ის ცოდვა, რომ თითქოს ეს არაფერია და თვალი დაგვახუჭინოს. მინდა გითხრათ, რომ თემა საკმაოდ ისეთია რთული, აქტუალური, რომელზედაც ჩვენ ვაპირებთ დღეს საუბარს, მაგრამ მინდა რაღაცნაირად ფესვები დაგანახოთ საიდან და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და დღევანდელ დღეს ჩვენ აი რაღაც შეიძლება ითქვას უკვე აი ამ ათუხთუხებულ ქვაბში ვიმყოფებით, მაგრამ სანამ ქვაბი ათუხთუხდებოდა და აი ცეცხლის შენთების პროცესი იყო, მე მინდა დაგანახოთ ყველას ეს პროცესი, ჩვენს მსმენელს ბუნებრივია, როგორ და რანაირად ხდებოდა ეს. როგორ მოხდა რაღაცნაირად გაუცხოვება თითქოს აი ეკლესიასთან შეიძლება ასე ითქვას სარწმუნოებრივი რაღაცა გაციება ადამიანის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამის შედეგია. იმიტომ რომ ადამიანს მერე თავის მართლების პროცესში სჭირდება ეს, რომ რაღაცა თითქოს ცოდვა აღარ არის და მისი სახელის შეცვლას ცდილობს, რაღაცა რომ შეამსუბუქოს, რომ ეს რაღაცნაირად თითქოს ღვთის წინაშე ისეთი სიმძიმით არ წარმოაჩინოს, რომ ადამიანებს ამისი ეშინოს. და საყოველთაო გახადოს, რომ თითქოს აი ყველას თუ გიჭირს, მაშინ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. შუა საუკუნეებში მოკლედ დაიწყო ძალიან დიდი მოძრაობები. ეს მოძრაობები ეხებოდა რელიგიურ მოძრაობები იყო, ეს არ გეგონოთ რაღაცა სხვა მინდა გითხრათ, რომ არარელიგიური ადამიანი საერთოდ არ არსებობდა. ათეისტი ცნება ესეთი საერთოდ არ არსებობდა, გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში გაჩნდა ეს რაღაცა ფილოსოფოსებისგან წამოვიდა და რომლებმაც თქვეს თითქოს ღმერთის უარყოფამდე მივიდნენ. ეს ძალიან გვიანდელი პერიოდია, მაგრამ შუა საუკუნეებში მცდელობა გაჩნდა იმისა, რომ რაღაცა თანამედროვე გამოგონებების, მეცნიერებების და რელიგიის თითქოს რაღაცნაირად თანხვედრა ვერ ხდებოდა და მოინდომეს, რომ რაღაცნაირად არ შეეშალა ერთმანეთისთვის ამას ხელი. მაგალითად, დეკარტი, რომელიც ცოტა მოგვიანებით ესეთი ფილოსოფოსია, ძალიან გაკვირვებული იყო ამით, რომ როგორ ვერ ხდება რაღაც, რომ შევათავსოთ ჩვენ თანამედროვე მეცნიერება და რელიგია ერთმანეთთან. ამისი ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდა კათოლიკური ეკლესიის დიდ მოღვაწეს თომა აქვინელი არის ესეთი, ასევე ფილოსოფოსი ადამიანი, მრავალტომეული შრომები აქვს დაწერილი ამ თემასთან დაკავშირებით და მათი მცდელობა იყო რა, რომ რაღაცნაირად თითქოს რელიგიური ადამიანები ვერ იღებდნენ ამ თანამედროვეობას, რაღაცა რომელიც შემოდიოდა, ვითარდებოდა თუნდაც მეცნიერულ კვლევებს, მეცნიერულ მიღწევებს და თითქოს ეს უცხორჩებოდა მორწმუნე ადამიანისთვის. ამიტომაც ძალიან დიდი პროპაგანდის გაწევა სჭირდებოდათ. და ეს პროპაგანდა მერე უკვე რაღაცა დამახინჯებული სახე როდის როცა მიიღო და რა დღეშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, უკვე ძალიან გვიანდელია, მაგრამ საზოგადოება აღმოჩნდა ძალიან გაუგებარ მდგომარეობაში. ამას დაემთხვა ევროპაში მოდებული შავი ჭირი. ეს რაღაც ეს ერთ დღეში არ ხდება, ბუნებრივია გრძელდება რაღაც გარკვეული საუკუნეების განმავლობაში. შავი ჭირი რო დაემთხვა, ამანაც ცით გაამძაფრა ძალიან სიტუაცია, იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანები რაღაცნაირად ცდილობდნენ, რომ ამ შავი ჭირისგან ლოცვით დაეხსნათ თავი. იქ რაღაცა მეცნიერები ამბობდნენ, რომ არა რაღაცა წამლით და თითქოს ეს შეუთავსებლობა იყო, რომ ისინი წამლის იმედად იყვნენ, ესენი რაღაცა ღმერთის იმედად იყვნენ და აქაც რაღაცა პროპაგანდა უნდა მომხდარიყო, რომ ადამიანებისთვის გაეგებინებინათ, რომ წამალი ცუდი არ არის და არც ლოცვა აცუდი და ორივე ერთად შესაძლებელია რომ იყოს, მაგრამ რაღაცა ყველა მხარე თავისას ცდილობდა.
ამის შემდგომ მოდის მე ძალიან უხეშად ყვები ახლა და შეიძლება ძალიან ბევრი შენიშვნაც მივიღო გულისხმობ არა იმით რომ თქვათ რომ რაღაცნაირად დალაგებულად არ მოვყევი ეს ყველაფერი და შენიშვნის მიღებას გულისხმობ რომ საზოგადოება ვინც კარგად იცნობს ამ ისტორიას შეიძლება ბევრი რამ გაასწორონ და მართალნიც იქნებიან იმიტომ რომ ჩვენ ვართ დროში შეზღუდულები და ქრონიკულად არ ყვები იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა დიდ მოვლენებს ძალიან ისე ვახტებოდე რომლებიც ძალიან აქტუალურია და ხელშესახებია და შემდგომი ეპოქა იყო საგანმანათლებლო ეპოქა, რომელმაც უკვე რაღაცა თეზისები შესთავაზა საზოგადოებას. და ეს თეზისები ძალიან საინტერესოა, უნდა დავაკვირდეთ ჩვენ რას თავაზობს ეს ეპოქა საზოგადოებას. ისინი ამბობენ, რომ ინტელექტი გამოცხადების სანაცვლოდ. ანუ ადამიანის ინტელექტი გამოცხადების სანაცვლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა არის. მორალი დოგმატების სანაცვლოდ. თავისუფალი აზროვნება ავტორიტეტების სანაცვლოდ. და მერე შემდგომი ეტაპი ამ სამი ესე იგი თეზისის შემდგომი ეტაპი იყო უკვე შეიძლება ითქვას ძალიან დამანგრეველი რამ ანთროპოცენტრიზმი და მე განმარტავ ხა ანთროპოს მოგეხსენებათ ადამიანია, ადამიანი ცენტრი, ღმერთი ცენტრის ნაცვლად. და ამას რა თქმა უნდა თავისი ახსნა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც შექმნილია, ყველაფერი ადამიანისთვის არის შექმნილი. ჩვენ ასე ვიცით წმინდა წერილიდან და ბოლოს როგორც გვირგვინი ამ სამყაროსი ადამიანი შეიქმნა და ბუნებრივია შეიძლება გაამართლო კიდე იმითაც რომ ადამიანი ნამდვილად ცენტრია. ოღონდ გვავიწყდება რომ საიდან ვისგან მიიღო მან ეს ყველაფერი და ამიტომაც თუ ადამიანი გახდება ცენტრი, მაშინ ღმერთი გახდება საშუალება. არა მიზანი რომელთანაც ადამიანი უნდა მივიდეს განღმრთობით, არამედ გახდება საშუალება. ამიტომაც ეს საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც მსგავს თეზისებს თავაზობდა საზოგადოებას, ნახეთ საითკენ იყო მიმართული, რომ ადამიანებს ეუბნებოდა, რომ ღმერთის ყოფნა აუცილებელია. ისინი ღმერთს კი არ უარყოფდნენ. ამბობდნენ, რომ ღმერთის ყოფნა აუცილებელია, რომ ჩვენ ღმერთი გვყავდეს, იმიტომ რომ გვჭირდება. არა იმიტომ რომ მიზანია რომ ის სიყვარულის ობიექტია და თქვათ უნდა მივისწრაფოდე ამ სიყვარულისკენ და განღრთობისკენ უნდა მივდიოდე. არა, მჭირდება. და მივიდა ზოგადად აი თქვათ დასავლეთის რელიგიური სამყარო მივიდა იქამდე რომ თეოლოგია არ არის პრაქტიკული მეცნიერება. რასაც სასტიკად უარყოფს აღმოსავლეთის თქვათ სარწმუნოება, ამ შემთხვევაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს როდესაც ვლაპარაკობ, უფრო იგულისხმება ამაში ეგრეთ წოდებულად ვამბობთ მაინც კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიას, იმიტომ რომ რაღაცა ქრისტიანული თემების ეს გაყოფა და აქედან მომდინარეა მერე ყველაფერი და მათი სწავლება დაეფუძნა ამას, რომ თეოლოგია არ არის პრაქტიკული მეცნიერება. როდესაც პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს ჩამონათვალში, რომ რა არის ხორციელი საქმეები და ჩამოთვლის რომ ეს არის სიძვა, მრუშება, ამპარტავნება, ეს გალატელთა თავის მეხუთე გალატელთა ეპისტოლის მეხუთე თავია, მუხლები არ მახსოვს და ჩამოთვლის რომ სიძვა, მრუშება, ამპარტავნება, ისა რა ქვია, მზვაობრობა, არაწმინდება და ამ ჩამონათვალში იცით რას ამბობს? მწვალებლობას. და მწვალებლობა როგორ შეიძლება იყოს ხორციელი საქმიანობა? მწვალებლობა თუ ხორციელი საქმიანობა გამოდის რომ პავლე მოციქულის ჩათვლის, იგი პრაქტიკული ყოფილა ეს. თეოლოგიაც პრაქტიკული ყოფილა და პირდაპირ შეიძლება თეზისი ესე განისაზღვროს, რომ ჩემი რელიგია არის ის, როგორც ვცხოვრობ. და პირიქით, როგორც ვცხოვრობ, ის არის ჩემი რელიგია. და ნამდვილად ასე არის ეს. აი ამ პროპაგანდამ, აი ამ საგანმანათლებლო თითქოს რაღაცა შემოთავაზება, რომელიც ძალიან მომხიბლავად ჟღერს, მინდა გითხრათ და მომხიბლავად ჟღერს, იმიტომ რომ მე თუ ჩემი ინტელექტით შემიძლია რაღაცა გავარკვიო, უკვე გამოცხადებას აღარ ვეყრდნობი, მე თუ კი ვთქვათ ზნეობას, ჩემს მორალს უფრო მაღლა დავაყენებ, ვიდრე არის დოგმატი, გამოდის რომ მე ადამიანურად შემიძლია და კანტის თეორია საბოლოოდ ეს იყო, რომ როგორი მორალია ის ღმერთი გონების საზღვრებში აი სწორედ ამ გონების საზღვრებში გადაწყვიტეს მათ ფილოსოფოსებმა, გადაწყვიტეს რომ მოექციათ მთელი რელიგიური სწავლება. და ესეთი შემოთავაზება სწორედ მათგან მოვიდა. რატომ ეხება ეს შეიძლება ითქვათ ახლა რომ პროპაგანდაზე დავიწყეთ საუბარი, მაგრამ როგორ მოვიდა ეს რომ ასე დაცილება მოხდა ადამიანისა და თქვათ რაღაცა ცოდვის გაუბრალოება მოხდა. სწორედ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, რომ ადამიანი გახდა ცენტრი, ადამიანი გახდა ის, რომელსაც
თითქოს ავტორიტეტები აღარ სჭირდება. რაში სჭირდება, ახლა ეს ძალიან უკვე უკიდურესი პროტესტანტული სწავლებები იყო გავრცელებული, რომ რაღაცი სჭირდება შენ ახლა იოანე ოქროპირი როგორ განმარტავს სახარებას. შენ თვითონ ადექი და წაიკითხე და როგორც გესმის, ისე განმარტე. რა პრობლემაა? იმიტომ რომ შენ რა ნაკლები გონება გაქვს იოანე ოქროპირზე და ავიწყდებათ ადამიანებს ერთი რამ რომ ნაკლები გონება იმიტომ კი არ მაქვს მე რომ თქვათ რა იოანე ოქროპირი რაღაცა ზებუნებრივ ძალებს ფლობდა იმისას რა ქვია ისეთი არა ერთნაირები ვართ აბსოლუტურად მაგრამ განსხვავება ის არის რომ მან თავისი მოღვაწეობით წეგან რაც თქვი ჩემი ცხოვრება არის ჩემი რელიგია და პირიქით რელიგია ჩემი ცხოვრება ასე არის გამოხატული მან თავისი ცხოვრების წესით შეძლო ეს და მიაღწია იმ სიმაღლეს რომ განემარტა წმინდა წერილი არასაკუთარი ნებით, არამედ სულიწმიდის კარნახით და აი ამ სარწმუნოებრივი დოქტრინის ამოღება გადაწყვიტეს მათ, რომ თითქოს ეხას აღარ არის აღარაფერში საჭირო და გონებაში მოქცევა მთელი რელიგიური აი ამ სამყაროსი. ცოტა შეიძლება ვრცელი შესავალი გამომივიდა, მაგრამ მიახლოებით რომ წარმოიდგინოთ, რომ სადა აქვს ამ ყოველივეს ფესვები, საიდან მოდის ეს ყოველივე, დაახლოებით ასე უნდა დაინახოს ადამიანმა დღევანდელი თითქოს სიშორე და დღევანდელი თითქოს გაციება აი ამ რელიგიური მდუღარებისგან. რომ რაღაცნაირად გაცივდა ადამიანი, იმიტომ რომ თვითონ დაიწყო რაღაცა საკითხების გადაწყვეტა და თითქოს ცდილობს რომ ღმერთი მხოლოდ საშუალებაა და საშუალებად უნდა გამოიყენოს. საჭიროების შემთხვევაში მოისვლიოს. საჭიროების შემთხვევაში და დანარჩენი ცენტრი თვითონ არის და მთავარია თვითონ ესე იგი იყოს კარგად. აი ეს გახლავთ პრობლემა. ისევე როგორც გახლავთ პრობლემა ის რომ აი ხა ციტატას რომელსაც კლავ პავლე მოციქულისგან დავიმოწმებ ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში მესამე თავია ასე იწყება მე თუ არ მეშლება თავის დასახელება რომ ბოლო ჟამს იქნებიან ადამიანები ცრუნი, ფლიდნი, ერთმანეთის უყვარულნი, უწირველნი, დედმამის უპატივცემულობა, უზრდელნი თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ ასე გაუზრდელნი, თავხედნი ლიქველნი, თავის მოყვარულნი, აი ეს ჩამონათვალი და თითქოს რაღაცნაირად რომ უყურებს საზოგადოების ამ გაუცხოვებას რელიგიური კუთხით რაღაცა ეკლესიასთან გაუცხოვებას, სარწმუნოებრივ მდუღარებასგან როგორ შორს დგანან ადამიანები, აბსოლუტურად გასაგები ხდება ყველაფერი, რატომ შეიძლება მივიღოთ ჩვენ ასეთი შედეგი. მაგრამ ეს შედეგი, მადლობა ღმერთს რომ ახლა მთლად ასე არ ვიმყოფებით და ჩვენი საზოგადოება მთლად ასე არ არის, მაგრამ გარკვეულ რაღაცა მაშინ ადგილებში შეიძლება მოისმინოთ ესეთი სწავლებაც, ესეთ რაღაცას ყური მოკრათ, ესეთი რამ შეიძლება პროპაგანდის სახით სადღაცას გაჟღერდეს, რომ მოიცა რა დროს ეგ არის ახლა და მოდით ჩვენ ისე ვიცხოვროთ, როგორც ჩვენ გვინდა და ერევათ მათ ერთმანეთში, რომ თავისუფლება უზნეობას არ ნიშნავს, რაც მოგინდება და სადაც მოგინდება იმის გაკეთებას არ ნიშნავს თავისუფლება, თავისუფლებას ხო თავისი პასუხისმგებლობა ახლავს თან და ამ პასუხისმგებლობას გაცნობიერება სჭირდება. მოკლედ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს დღევანდელ აი ამ საკითხს და პროპაგანდას, რომელიც იმდენად შემზარავია დღევანდელ დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, პატარა ბავშვსაც კი შეუძლია, აი ახლა დღევანდელი გადაცემა თუნდაც მე რომ აქ ვზივარ და ვსაუბრობ, ჩემი საუბარი ისე შეცვალოს, რომ თითქოს მე აქ ვზივარ და ყველაფერს პირუკულ ლაპარაკობ და ეხლა რაც ვილაპარაკე. სამწუხაროდ აქამდე. ანუ ჩემი ხმა გამოიყენო, თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა ამის საშუალებას. ჩემი ხმა გამოიყენოს ამისთვის, ჩემივე სიტყვებით ნათქვამი ისე დაალაგოს ესეც კი აღარ ჭირდებათ უკვე ხელოვნური ინტელექტის. დიახ, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება უკარნახო და მან ეს ყველაფერი გამოსახულება აგერ არის ბატონო, კამერით გადაღებული, კარგი ხარისხით და ეს ყველაფერი გახდეს, მე უნდა ამტკიცო შე რომ ეს მე არა ვარ, მე არ მithქვამს და აი ესე მუშაობს დღევანდელ დღეს პროპაგანდა მინდა გითხრათ, რომ რაღაცა მათ შორის ცილისწამებლური აზრი შეიძლება გააჟღერონ ვიღაცაზე, განსაკუთრებით ეს ეკლესიას ხშირ შემთხვევაში რაღაცა ესვრიან ტალახს, ეკლესია უნდა ჩადგეს თავის მართლების პოზიციაში, რასაც არ აკეთებს ხშირ შემთხვევაში ეკლესია, იმიტომ რომ თავის მართლება სჭირდება ადამიანს იმაში, რაშიც ცოტა მაინც არის ხოლმე დამნაშავე და თუ საერთოდ არ ხარ ამ საკითხში დანაშაულებია რომ თავი არ იმართლო. და შესაბამისად ეკლესია ყოველთვის ამ პოზიციას იცავს. კი, პასუხი შეიძლება გასცეს რაღაცა გაუგებრობა რო გაფანტოს და მორწმუნე ადამიანებისთვის გასაგები იყოს ესა თუ ის ქმედება, რატომ აღასრულა ვთქვათ კონკრეტულმა
პირმა ან ზოგადად ეკლესიამ, მაგრამ არ ჩადგება თავის მართლების ფორმაში, თუ რაიმე შეეშალა შენდობას ვითხოვთ, რა თქმა უნდა, შენდობისა კი არ გვწვენია, მაგრამ აი ესეთი გამიზნული პროპაგანდისა, როდესაც ცილს გწამებენ, მაგრამ შენ უნდა დადგე და ამტკიცო ახლა რომ არ ვარ ბატონო მე ის კაცი, ეს არასწორი არის ეკლესიის მხრიდან და ამიტომაც ასე იქცევა ყოველთვის რომ არ დგას და არ იმართლებს თავს. ხშირად როცა როგორც რიგითი მსმენელი რაღაცას აღუშვუთები ვარ, მქონია ხოლმე პროტესტი ეკლესიის მიმართაც რომ რატო არ გამოდიან და რატო არ ამბობენ, იმიტომ რომ რთულია ეხლა ჩვეულებრივ მოუკვდავი ადამიანისთვის ისმინოს ესეთი პროპაგანდა, საწინააღმდეგო ყველაფრის დაბრალება ვთქვათ ეკლესიის საღვთო პირების ბულინგამდე მისული დაბრალება და ჩვეულებრივ ადამიანისთვის ეს რთული გადასატანია, თუმცა დრო რო გასულა, შემდეგ მივხვდარვა რომ სწორედ მოგზაურა ეკლესია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისევ დაპირისპირებას აღვივებს ეს ყველაფერი, თავის მართლების დროსაც ახლა დაგაბრალება რასაც უნდა და მე უნდა იძახო რომ მე ეს არ ვარ და იცით რა არის მიზანი? პოლემიკაში რომ გამოგიწვიო. კი, მე იმას ისევის მოყვება, შენ იმდენს ერთხელ მახსოვს ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ფილოსოფოსებზე საუბრობდით და ჩვენმა თანამედროვე ფილოსოფოსმა მეცნიერმა და პედაგოგმა ლევან გიგინეიშვილმა მითხრა, რომ თუ ჩაყევი ესეთ ადამიანებს იმ ტალახში, მიზანი ეს არისო, შენ ზუსტად იგივე ხდებიო და აი მართალია, იმის მერე ეს რაღაცნაირად აი ჩემ თავთან მაქვს ნათქვამი, რომ ეს ყოველთვის ესე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამ პოლემიკაში გამოწვევის მიზნით არის ეს, რომ რაღაცას ისვრიან შენს წინააღმდეგ და ეს ჩვენ ხო ყველანაირი ცხოვრებაში არ არსებობს რაიმე მაგალითს, რაც წმინდა წერილში განხილული არ არის და ამიტომაც ძალიან მარტივად დაბადების წიგნის პირველივე თავებში ცდუნების შესახებ როგორ წერია. იქ არ იყო პროპაგანდა? როგორ მივიდა ევას რა წინადადებით მივიდა? მართალია ყველა ხის ნაყოფის ჭამა აქ იგრძალა ღმერთმა? არ იცოდა რომ მხოლოდ ერთი საგრძალვა იყო? რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ სწორედ ამ პოლემიკაში შემოსვლის მიზნით და ევა ცუც კი არაფერს არ აკეთებს, იწყებს მტკიცებას რომ როგორ გეკადრება ყველა ხის ნაყოფი კი არა, მხოლოდ ერთი. მორჩა უკვე იქ აყავს, ჩაყვანილი ყავს თავის უკვე შეიტყვა. ხო, თავის სიმდაბლემდე, იმ ჭაობში, რომელშიც თვითონ იდგა, იქ ჩამოიყვანა ის, რომ ეხლა იქ ელაპარაკოს. ერთ დონეზე რომ დადგნენ და დაუწყებს ლაპარაკს, რომ არა, ერთი ხის, თუმცა კი ცუდი ამაში არაფერია, იმიტომ რომ სიმართლეს ამბობს. ამიტომაც ეკლესია ყოველთვის ამ პოზიციას ინარჩუნებს, რომ არ შეიძლება პოლემიკაში შეხვიდე მასთან, ვინც სიმართლე იცის და სიმართლის ნაცვლად ტყუილს ამბობს შენზე. ზუსტად. ამიტომაც თუ კი შეხვალ მასთან პოლემიკაში, ის ახალს და პირიქით უფრო და უფრო დაამძიმებს რაღაცა და გამუდმებულად თავის მართლების პოზიციაში უნდა იყო ამის შემდგომ, არა ბატონო, ეს არ არის მართალი, ეს არ მომხდარა, ეს არ მიქნია, ეს არ ჩამიდენია, ან რაღაცა შეიძლება საერთოდ ესე იგი ფსიქიურად შერყევამდე მიიყვანონ კონკრეტული ადამიანი ამიტომ ეს ძალიან საშიშია, ჩვენ ვცხოვრობთ აი ამ საშიშ დროში, რომლითაც შეიძლება დაგვაჯერონ ესე იგი შავზე თეთრი და თეთრზე შავი და მე ერთ-ერთ თქვენს გადაცემაში ვთქვი, რომ ამიტომაც ეკლესიის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ეკლესია რასაც ამბობს ჩვენი ცხოვრებით უნდა გამოვხატავდეთ ჩვენს რელიგიას და ეკლესიის ხმა უნდა გვესმოდეს და უნდა გვჯეროდეს მისი. იმიტომ რომ მაცხოვარი ასე ბრძანებს სახარებაში, ამ მსმენელი კი არ გამართლდება. არამედ შემსრულებელი გამართლდება ამ სიტყვისა, რომელსაც მაცხოვარი ამბობს. ამიტომაც საზოგადოებას, რომელსაც ველაპარაკებით ჩვენ რო ვთქვათ, მცნებების მიხედვით, რომ არა კაც კლა, აქ მარტო იმას ხო არ გულისხმობთ მართლა რომ ქვა არ ესროლოს ერთმა ადამიანმა მეორეს, არამედ სხვა რამეს გულისხმობს, რომ არ უნდა გძულდეს საერთოდ ადამიანი, იმიტომ რომ ეს გლელობის ტოლფასია. როდესაც ველაპარაკებით რომ ქრისტეს ასე იქადაგა სახარებას თუ არ წაიკითხავ ვერასდროს ვერ გაიგებ ამას იმიტომ რომ ქრისტიანი შეიძლება გერქვას ფორმალურად და პასუხისმგებლობას ანიჭებდა შენს თავს რომ მე ვარ ქრისტიანი მაგრამ ცხოვრებისეული წესი საერთოდ არ შეესაბამებოდეს რომ ასე იწყება მაცხოვრის პირველი ქადაგება ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა და გრძელდება სულ ასეთი მუხლებით რომ შენი ღირსება კი არ გაქვს დაკარგული როდესაც წერია რომ მარჯვენაში თუ გაგარტყავენ მარცხენა უნდა მიუშვირო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღირსება არ გაქვს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პასუხისგაცემა არ შეგიძლია. უბრალოდ აი საზოგადოების თვალში ზუსტად და ნათლად გამოჩნდება, რომ მე როდესაც მარჯვენაში გამარტყავენ და ხელს არ შეუბრუნებ, ვინ უფრო ღირსეულია ჩვენ შორის. ნამდვილად ასე გამოჩნდება. ამიტომაც ის შენიღბული რაღაცა კაცთმოყვარეობა
რითიც ახლა შეიძლება ცოდვის გადაფარვაც ცდილობენ, გამართლებას ცდილობენ, რომ რა ქნას შეუყვარდა, მსგავს გაიგონებ, რა ექნა გაჭირვების გამო ჩაიდინა, არავითარ შემთხვევაში გამართლებას არ უნდა აძლევდეს და გადასხვაფერების უფლებას არ უნდა აძლევდეს საღვთო სიტყვებს, იმიტომ რომ ეს თეზისები, რომლებიც უკვე შემოგთავაზეს და რომლებსაც ასე პირდაპირ მაგრამ შეფარვით დღემდე მიმდინარეობს ამაზე პროპაგანდა, როგორც უკვე ვთქვით, რომ ინტელექტი, თქვათ, გამოცხადების სანაცვლოდ და მორალი დოგმატების სანაცვლოდ, სწორედ ამას ემსახურება. მეც კი არაფერს, რომ მე კი ვიცი მოცემული, თქვათ, მცნება და კანონი ქრისტემ რაც მითხრა, მაგრამ მე კაცთმოყვარეობის მიზნით კიდევ უფრო მეტად გავალამაზებ ამას, თითქოს და ღმერთზე უფრო კაცთმოყვარე მე ვარ. თითქოს ღმერთზე უფრო მეტად მე მიყვარს ის ადამიანი, რომელმაც რაღაცა დააშავა და მე უფრო მეტად მინდა მას ვაპატიო, ვიდრე ღმერთს უნდა ეს. მაგრამ სახარებისეული სიტყვები გვავიწყდება ამავდროულად, რომ ღმერთი ამბობს, რომ მე ვინმე წარსაწმედელად კი არ მოვედი, რომ ვაცხონო სოფელი ამისთვის მოვედი. და ყველას ცხუნება მსურს. აი ეს არის მისი სიტყვები და ყველას ცხუნება თუ სურს, არაძალადობრივად სურს მას ესა. და შენი ნებაყოფლობით არ უნდა აირჩიო ეს, რომ შენ ინტელექტს მიენდო მისი გამოცხადების სანაცვლოდ. და შენს მიერ დაწერილი მორალი აღემატებოდეს მის დოგმატებს, იმიტომ რომ თუ ვილაპარაკებთ მორალზე, ყველა ადამიანს თავისი მორალი აქვს. აბსოლუტურად ყველას. და მაშინ ვისი მორალი არის მართალი? ვისია უფრო მაღლა მდგომი, აი ამის შესახებ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, როდესაც ვიცით რომ მოცემული დოგმატი გახლავთ ჩვენი ცხოვრების რაღაცნაირად საძირკველი და საფუძველი თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა. ამიტომაც ეს პროპაგანდა ძალიან ადრე დაწყებული პროპაგანდაა. მაშინ უბრალოდ ასეთი საშუალებები არ არსებობდა, როგორც დღეს ტექნიკურად შეიძლება გამართულად ადამიანი ამას ყველაფერს ახერხებდეს, მაგრამ ეს აი გველივით შემოპარული, როგორც ევასთან შეიპარა და ესეთი რამ შესთავაზა, რომ აი ეს ხენახე რა ლამაზია სანახაობრივად და რა კარგ სურნელებას იძლევა და აი ესეთი პროპაგანდით დააპირა მასთან გასაუბრება, რაშიც გაება ევა, რომ მართალია ყველა ხის ნაყოფის ჭამა აგიგრძელათ, სწორედ ეს მდგომარეობა გახლავთ, რომ დღეს უკვე ამას ჩვენ აბსოლუტურად სხვა სახით გვთავაზობენ, სხვა შელამაზებული, შეფუთული, აი რაღაც ესე წარმოიდგინეთ, რომ ლამაზ ყუთში ჩადებული სიმყრალე იყოს ეს ყველაფერი მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, რომელსაც რო გახსნი საოცარ, ესე იგი, მას გამოიწვევს შენში სიძულვილს და სანამ გახსნი რო შეხედა, ვიტყვი რომ აი მე ამაზე ლამაზი ხო რა შეიძლება იყოს. ამიტომაც პავლე მოციქულის ჩამონათვალი კვლავ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ რა არის ხორციელი საქმეები, ამ ხორციელ საქმეებში ჩამონათვალში გარდა ამ სიძვა, მრუშება, სიბილწისა არის მწვალებლობაც. მწვალებლობა, რომელიც გახლავთ ერესი, ანუ სარწმუნოებრივი გაუკუღმართება, რომელიც ხორციელი საქმე გახლავთ. და ეს ხორციელი საქმე არის პირდაპირ დადასტურებული, რომ მე ჩემი რელიგიით გამოვხატავ ამას. და ადამიანი, რომელიც იწყებს ამის გამართლებას, იცოდეს, რომ აუცილებლად ესე იგი მივა იქამდე რომ აბსოლუტურად ყველაფერს გაამართლებს მერე და საერთოდ ღმერთის უარყოფამდე მივა, რაც აწყობს კიდეც და ბევრ ათეისტს ასე უთქვამს, რომ რომელიც მობრუნებულა სარწმუნოებაში უთქვამს, რომ უბრალოდ არ მაწყობდა ღმერთი რომ არსებულიყო, იმიტომ რომ მე ისევ ცხოვრობდი, ну მაშინ უნდა მეთქვა რომ თუ ღმერთი არსებობს, ასე ცხოვრება არ შეიძლება. სამწუხაროდ დღეს ბევრი არის ესეთი, ვინც არ არის ათეისტი, მაგრამ თან მორწმუნეც არის, ვითომ ქრისტიანი, ბრწყალებში ასე ვიტყვი, მონათლული, თუმცა არ ცხოვრობს ისე იმ ცნებებით, რასაც ღმერთი გვეუბნება. მაგრამ მოდით ჩვენ რომ არ განვიკითხოთ, ეხა უშუალოდ აი კონკრეტულ რამდენიმე ასპექტზე მინდა შევჩერდე, რაც ძალიან მაწუხებს პირადად მეც და ნახეთ ჩვენ მეუფე შიოს ქადაგება ოჯახის სიწმინდის დღეს აბორტთან დაკავშირებით. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი სიხარულია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ეკლესიაც, ხალხიც ასეთი შემართებით, ერთსულოვნებით აღნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს ნიშნავს, რომ ვაცნობიერებთ ჩვენ თუ რა საშიშროება ემუქრება ოჯახს და რამდენად
მოსაფრთხილებელი და გადასარჩენია იგი. ჩვენ გითხარით ქაშვეთის ტაძართან, რომ მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ ბოროტი ძალების მიერ სხვადასხვა მავნე ტექნოლოგიების მეშვეობით, თეორიების მეშვეობით და ფათაშორის მინდა გითხრათ, რომ ეს ძალები ებრძვიან არა მარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ზოგადად ტრადიციულ ოჯახს და მინდა ასევე ვთქვა, რომ სახელმწიფოს ცნებასაც ებრძვიან ისინი. სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან. იმიტომ რომ როგორც გითხარით, რომ მცირე ეკლესია ეს არის, ანუ ოჯახი, დიდი ეკლესიის ნაწილი, ასევე კაცობრიობის უდიდესი მოაზროვნეები, ისეთები როგორიც იყვნენ არისტოტელე და სხვები, წერენ, რომ ოჯახი არის სახელმწიფოს ფუძეც, რომ სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან. არისტოტელე პირდაპირ წერს ამას. ამიტომ საერო ტრადიციაც მსგავს რამეს ამბობს. ამიტომ ჩვენ გმართებს განსაკუთრებით წინ აღვუდგეთ აი ამ ტექნოლოგიებს და ამ თეორიებს. და თუ რაიმე უკვე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცადოთ შევაკავოთ და აღმოუხრათ ისინი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი ნაბიჯები გადადგა. და გაბედული ნაბიჯები. მე ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ. და ეს ფაქტი ჩვენ გვაფიქრებინებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება. ამიტომ დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა 3 მილიონ 700-მდე. და აი ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში რიცხვი ასეთია, საშუალოდ გამოყვანილი ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების არის 22,000 დაახლოებით. ამას ჩვენ თუ მიუმატებთ ეგრეთ წოდებულ ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს 3 მაგი და 4 მაგიც არის. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ თუ წელიწადში დაახლოებით 40-დან 50,000-მდე აბორტი ასეთი კეთდება, რაც რიცხვს ღებულობ ჩვენ 10 წლის და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება წელიწადში ყოველ წელს მიმდინარეობს 50,000 დაახლოებით. წელიწადში 50-55,000 ადამიანით კლებულობს ჩვენი ქვეყანა რიცხობრივად. აი ამაზე ყველაფერზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა. ეს არის ადამიანის კვლელობა დედის მუცელში და აი ესეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი ქვეყანა არღებულობს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვით განადგურების რეჟიმში იმყოფება. და მას კარგი არაფერი არ უწერია. ჩვენ ამითი ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე და ჩდება ეს კითხვები. ვართ კი
ბრძოლის უნარიანი და არის თუ არა ჩვენში ეს ბრძოლის უნარიანობა, სიცოცხლის სურვილი. ეს აუცილებლად გამოიღებს თავის და უკვე მოაქვს თავისი უარყოფითი შედეგები. აი როგორც არსებობს ფიზიკის კანონები, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებას და სიკვდილსაც, ასევე სულიერი კანონებიც არსებობს და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებას და სულიერ განადგურებას და სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. აი ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. და რა არის გამოსავალი ამისი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს როგორც დიდი ცოდვა. და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ემბრიონი ჩასახული ეს არის ადამიანი. და რომ ადამიანის მოკლა ეს არ შეიძლება. და საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია. გამორიცხულია. ამ ხრივ ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასეთი მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი. და ბევრ ქვეყანაში არის მეტნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ასე რომ ჩვენ ალბათ დადგა დრო იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე. ვიფიქროთ აი ამ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. აი მაგალითად არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბრებს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ყოველ მხრივ, აღარ ვამბობ დემოგრაფიაზე და რა თქმა უნდა ამაზეცაა საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს. ეს ძალიან ეფექტური ყოფილა ეს პრაქტიკა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს. ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელზეც შეიძლება ჩვენ ერთობლივად სახელმწიფოსთან ერთად, ეკლესიაც მზად არის ჩართული იყოს ამაში და დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია, რომ ღვთის წყალობით ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებას და გაძლიერებას. როგორც ამბობს მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი. თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანას და სახელმწიფოც იქნება გამართული და ძლიერი. აი შეგვეციოს უფალი ჩვენ ამაში, აი ასეთი აზრები წარმოიშვა დღეს ამ დიდებულ დღესთან დაკავშირებით და ძალიან ვხარობ ჩვენ რომ გვაქვს ამ მიმართულებით ერთსულოვნება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღვთისმშობლის მადლით და მეოხებით უფალმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა და გააძლიეროს ჩვენი ოჯახები. ამინ. სულ მინდოდა რომ ჩვენ გადაცემაშიც შევხებოდით ამ თემას და ამიტომ აი რადგან ვსაუბრობთ თქვათ ცოდვის შენიღბაზე თანამედროვე სამყაროში, აი რამდენად ჩვენ ვისაუბრებთ თქვათ ერთსქესიანთა წყვილების კავშირის ცოდვაზე და მაშინ შევეხეთ მეტნაკლებად ამ თემასაც ძალიან ორი სიტყვით, რომელიც ანუ ჩვენს ქვეყანაში აბორტი აკრძალული არ არის. როგორ უყურებს ამ თემას ეკლესია და რამდენად არის თქვათ ეს ისეთი დიდი ცოდვა, თქვათ, რაც ვიცით და მოცემულია იმ ცოდვების ჩამონადვალში რამდენად შედის. იმიტომ რომ დემოგრაფიულად ძალიან უჭირთან ჩვენ ქვეყანას და ძალიან ძიმე ვითარებაში ვართ. თუმცა მეორეს მხრივ ეკლესია ამბობს, რომ თავის დაცვაც არის ცოდვა. როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები?
უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მტკივნეული საკითხი არის ეკლესიისთვის, რადგანაც აბორტი გახლავთ, ესე იგი, მკვლელობის ცოდვა და მკვლელობასაც ხომ გააჩნია ახლა ერთმა ადამიანმა მეორეს მოკლა და უპიროს გარანტირებული არ არის, რომ ის არ მოუტრიალდება და არ მოერევა და აქეთ არ მოკლავს. ამიტომაც გარკვეულ რისკზე შეიძლება მიდიოდეს იმ კუთხით, რომ ახლა მე კი მივდივარ მის მოსაკლავად, მაგრამ შეიძლება იმან აქეთ მომკლას. აბორტი არის ცოდვა წარმოიდგინეთ სრულიად უმწეოს, რომ მიდიხარ და კლავ და მიზეზი რა არის ამის. აი დღევანდელ დღეს რომ მოხდეს ახლა მობძანდეს ზეციდან იესო და დაგვისვას კითხვა, რომ რატომ ჩადიხართ ამას და რა მიზეზს დაასახელებ, რომ მატერიალური გასაჭირი მაქვს? თუ რაღაცა დაუგეგმავი ორსულობა იყო? რაც ხშირად შეიძლება გაიგონოთ და ეს საერთოდ გამოუგნებელია, რას ნიშნავს დაუგეგმავი. დაუგეგმავი იყო ეს ყველაფერი, ან თუ ის რომ გათხოვილი არ ვარ ჯერ და ამიტომ რო არ შევრცხო ეს საზოგადოებაში, რომ ესე იგი დაორსულდე გათხოვების გარეშე, ამიტომ არ რომელი მიზეზი გამოდგება თავის გასამართლებლად ვკითხულობ ამას. ის მკვლელობა, რომელზედაც ვილაპარაკე, შეიძლება რაღაცა მართლა კონდეს ადამიანი გამწარდა შურისძიების მიზანი აქვს რა. მართლა გაჭირვებამ შეიძლება აიძულა თუ რაღაცა გამართლება არც ერთს არ აქვს, მაგრამ ადამიანური რაღაცა სისუსტე შეიძლება დავინახოთ მაშინ რომ ვერ ძლია ადამიანმა საკუთარ თავს. აქ რომელ სისუსტეზე ვლაპარაკობ? ჩვენი ამ პარტავნების გარდა, რომ მე თურმე შევრცხვები ნათესავებში, ან კიდევ დაუგეგმავი იყო ეს ყველაფერი და ამიტომ სრულიად უმწეო ჩვილი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, დედისავე წიაღში იქნას მოკლული. ნუ ამაზე საშინელი რა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა და ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანზე, დედაზე, მამაზე, მშობლებზე, რომლებიც ამას აკეთებენ, ასე წირავენ და ექიმზე, ასევე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება მისთვის ეს სულ ერთი იყოს? რატომ მოდის ადამიანი და შენს რო თანახმახარ, რომ ამაში ფულს ხელფასი უნდა აიღო? ნუ აბსოლუტურად გაუგებარია ბოდიშვიხტი ჩემი მკაცრი ტონისთვის, მაგრამ სხვაგვარად ამის შეფასება შეუძლებელი. მე ფიქრობ, რომ აგრძალვა ამის ცოდვისა ჩვენს ქვეყანას გამოადგება ცით რა ამბობენ მიზეზებს, რომ მე გაჩნდება რაღაცა ცალკეული. აი როგორც იყო ადრე და ვთქვათ, ეწირებოდა ქალების გასაგებია, მაგრამ აგრძალვა ამისა მაინც იმიტომ არის საჭირო, რომ სინდისთან მაინც იყო მართალი ადამიანი. შენი ქვეყანა სინდისთან და თუ ვინმე ამას რაღაცა მიწისქვეშეთში გააკეთებს, სადღაცას და დამალულად გააკეთებს, ის იქნება უკვე მის სინდისე და შენი სახელმწიფოს სინდისე მაინც არ იქნება, რომ დაუშვი ეს ყველაფერი და დააკანონე ეს ყველაფერი, რომ ვისაც გინდათ მობრძანდით და გაიკეთეთ აბორტი. ანუ სინდისიდან მაინც მოგეხსნება ეს სიმძიმე და თუ ეს რაღაცა სადმე მიწისქვეშეთში გაგრძელდება, ნუ თვითონ ადამიანები იცნობენ ამას საკუთარ თავზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აკრძალვა უნდა მოხდეს ამისა, მაგრამ ყველაზე დიდი ნაბიჯი რაც უნდა მოხდეს, წახალისება უნდა მოხდეს მრავალშვილიანი ოჯახებისა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამითი უნდა დაიწყოს. მარტო ის კი არა რომ რაღაცა აკრძალო და ადამიანებს არ დაუტოვოს სხვა გზით. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს პირველ რიგში ამისი წახალისება. ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ ჩვენ ასეთ ხალხს, იმიტომ რომ ცოტა გვყავს სამწუხაროდ და დემოგრაფიული პრობლემა როგორ იდგას საქართველოში, კარგად მოეხსენება ყველას, მთავრობასა თუ არამთავრობას, შესაბამისად, ვის ხელშიც ეს ბერკეტია, მან თუ არ გამოიყენა დღეს ეს ბერკეტი, რომ წაახალისოს მრავალშვილიანი ოჯახები და ყოველ ახალგაჩენილ შვილზე დააწესოს ფულადი პრემია, რაღაცა დაასაქმოს ის ოჯახის წევრები, რომ მათ მატერიალურად არ უჭირდეთ, სხვაგვარად ამ პრობლემის მოგვარებას მე ვერ ვხედავ მართალი გითხრათ, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ყველაფერი პირიქითაა. დღეს ეს ყველაფერი დაკანონებულია, სახელმწიფო, ესე იგი, ამ კანონს არ ცვლის და მიზეზად ამბობენ იმას, რომ მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს ესაო. და ეხლა როგორ ფიქრობთ, სტატისტიკურად რომელი იქნება მიწისქვეშეთში რამდენი ჩავა? 10-დან 3 და დღეს 10-დან 10 მიდის და ოფიციალურად აკეთებს ამას. სამწუხაროდ კი. და ამიტომ რაღაცა მეტი გონიერება გვმართებს ყველას, რომ
მოთხოვნები როცა გვაქვს ხოლმე რაღაცნაირად თუნდაც სახელმწიფოს მიმართ ჩვენი სახელმწიფო ორგანოების თუ რაღაცა სტრუქტურების თუ მოღვაწეების მიმართ რაღაცა გონივრული მოთხოვნები მაინც დავაყენოთ ხოლმე რა. შეიძლება კონდეს პროტესტი, ეს არ არის აკრძალული, მაგრამ ამ პროტესტს თავისი ფორმა გააჩნია. აი ახლა ჩვენ როცა ვაბარ რაღაცა გარკვეულწილად შეიძლება როგორც პროტესტი ისე ისმოდეს ჩემი ხმა. და შეიძლება ისმოდეს ესეც არ მწვენია და არ მეშინია იმის, იმიტომ რომ უკანონოს არაფერს არ ვითხოვ. მაგრამ როდესაც გაიგონებთ ისეთ მოთხოვნას, რომელიც ახლა არ უნდა იდგე ამის გამო ქუჩაში, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ხოლმე. აი თუ თქვათ ასეთი მოთხოვნა გაჟღერდება და უნდა გაჟღერდეს კიდეც, ნამდვილად ამაში მთელმა საქართველოს უნდა მიიღოს მონაწილეობა. აი როგორც ნარკოპოლიტიკა გამახსენდა, ახლა ეს ნარკოტიკების ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და თითქოს გამკაცრდა და მიდის აქეთკენ რომ გამკაცრებისკენ, აი თამაშთან მიმართებაში თავს რო იკლავენ პანტიპუნტით ახალგაზრდები. კი, აი ამას თითქოს ვხედავთ ამ ძვრებს და იქნებ თქვათ აბორტებთან მიმართებაშიც ეს ყველაფერი დაალაგდეს და საჭიროა ალბათ ამაზე დიალოგებია საჭირო, ამაზე ხშირი საუბარია საჭირო. მოდი კლავ ბიბლიას დაუბრუნდეთ და ასე განვიხილოთ მაშინ როგორ ხდება ეს ერების გაქრობა, ერების გადაგვარება საერთოდ როგორ ხდება. როდესაც ისინი ცოდვას აღარ თვლიან ცოდვად. როდესაც აკანონებენ ცოდვას, მაშინ ქრება ერები. რატომ არის რომ აბრაამი ჩაყავს აღთქმულ მიწაზე და ეუბნება გაიხედე აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით. ანუ 4-ვე მხარეს ეს ქვეყანა შენთვის მომიცია. მაგრამ როგორ ფიქრობთ, აბრაამმა დაიმკვიდრა ეს ქვეყანა? არა. აბრაამის შემდგომ 400 წელი გავიდა, 400 წელი გავიდა დაახლოებით, რომ შემოსულიყვნენ ებრაელები და აქ დამკვიდრებულიყვნენ. რატომ მოხდა ეს? იცით რომ ის ერები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ღმერთი ბოლომდე ელოდებოდა და აცდიდა, რომ იქნებ მობრუნებულიყვნენ აბრაამის სარწმუნოებაზე. ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რადგანაც აბრაამი იქ თქვილა კი არ ჩასულა, სადაც ჩადიოდა, ჩვენ ვკითხულობთ დაბადების წიგნში, აუცილებლად გათხრი და ჭას. ეს იყო ასეთი უნდა მოუყვე ძალიან საინტერესო ამბავია, ეს რომ ვიღაცა შეიძლება კითხულობს ამ ამბავს და გონია რომ არა აბრაამმა ჭაგათხარა, იმიტომ რომ წყალი წყუროდა. აბრაამი ჭას ისე გათხრიდა, რომ საერთოდ რა დასაწერი იყო ეს ბიბლიაში, წყარი მოსწყურდებოდა, გათხრიდა ჭას, რა პრობლემაა. სინამდვილეში სულ სხვა მიზანი ჰქონდა აბრაამს. ჭა რომელიც ითხრებოდა, მაშინ ესე მიწის პირზე ესეთი ამოშენება არ ხდებოდა ამ ჭისა და უდაბნო ადგილია მოგეხსენება და ძნელად მოსაპოვებელია წყალი. გამოითლებოდა დიდი ზომის უზარმაზარი ქვა, რომლის გადაწევასაც 5 ან 6 კაცი მინიმუმ სჭირდებოდა. ამიტომ ეს ჭა ხდებოდა ადგილი, დანიშნულების ადგილი, სადაც იქ მყოფი ახლო მოსახლეობა ერთ და იმავე დროს უნდა შეკრებილიყო. მაგალითად, დათქმული საღამოს 6 საათი, სადაც კაცები გადასწევდნენ ამ ქვას და მივიდოდნენ ამოხაპავდნენ წყალს აი ამ ჭიდნან ქალები. ანუ მთელი სოფელი, ან მთელი დასახლება უნდა შეკრებილიყო იმ კონკრეტ აბრაამს აქ საშუალება ჰქონდა რომ ეკადაგა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. ამიტომაც სადაც ჩადის და ჭას იღებს, იცოდეთ რომ ის აბრაამის ამბიონია. აბრაამის საქადაგებელი ადგილია. თუმცა კი, როგორც ხედავთ, არ შეისმინა რაღაც გარკვეულმა ერმა, ამიტომ გადაშენდა ეს ერი საერთოდ. იქ აღარ ვლაპარაკობ სოდომისა და გომორის ისტორიაზე. გადაშენდა, აღარ არსებობენ ეს ერები, მათი სახელები კი შემოგვრჩა, ვინ იყვნენ და საცხოვრობდნენ და როგორ იყვნენ. ამიტომაც ერი რომელიც ცოდვას დააკანონებს, ერი რომელიც ამბობს რომ მე რა მოხდა, არაუშავს, გააუბრალოებს რაღაცა ცოდვას, იცოდეთ რომ გადაშენების გზაზე მიდის და ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ამას ვკარნახობს სწორედ. თუმცა კი მე უიმედოთ არა ვარ და არ მგონია რომ არ მიუხვდებით, არ გამოუფხიზლდებით და არ რაღაცა შევაჯანჯღარებთ საკუთარ თავს და სარწმუნოებრივ ხურვალებას არ მოვთხოვთ საკუთარ თავს, რომ არ შეიძლება ასე ცივად უყურებდე ამ ყველაფერს, რომ თითქოს ეს შენ არ გეხება და მე უცხოეთში გაქცევით უშველი თავს, ან მე ახლა რა მიჭირს რომ არ ვარ მრავალშვილიანი და ასე შემდგომ რაღაცნაირად ძალიან ყველას გვეხება ეს და რატომ თქვი რომ წმინდა წერილიდან მოვიყვანოთ მეთქი მაგალითი ასე გადაშენდებოდნენ ერები და მათ შორის რჩეულ ერს რაც დაემართა და არაერთგზის დაემართა ემართებოდა მაშინ როდესაც ისინი ღმერთთან ურთიერთობაში გაცივდებოდნენ პირდაპირ იწყებდნენ წინასწარმეტყველები ჩდებოდა მაშინვე ერში და ეუბნებოდნენ ერს აი თქვენ მოგიწევთ ახლა გადასახლება
მოგიწევთ ეხლა შემოვა ეგვიპტის მეფე და დაგიპყრობთ, შემოვა ეხლა ბაბილონის მეფე და ეხლა შემოვა ასირიელი მეფე და დაგიპყრობთ და ასეც ხდებოდა ყოველთვის და ეს გაფრთხილებები იწყებოდა დაახლოებით 100 და 200 წლით ადრე, რომ ადამიანები გონს მოსულიყვნენ. შანს ყოველთვის აძლევდა ღმერთი. დიახ, მაგრამ თქვენ ხომ არ გონიათ რომ ამ ადამიანებში ყველა ცოდვილი ცხოვრობ. გადასახლება რომ მოხდა იერემია მათ შორის ცხოვრობდა, რომელიც უდიდესი წმინდანი და წინასწარმეტყველია. მაგრამ იერემიაც დაისაჯა. იმიტომ რომ მისი ერი ასე ცხოვრობს და გინდა არ გინდა შენ მართალი ადამიანი. გინდა თუ არ გინდა იჯები, იმიტომ რომ როდესაც ხედავ როგორ ექცევიან შენს ერს, რომ შემოვიდა მტერი, დახოცა, ამოხოცა, თვალები დასთხარა, მეფის ოჯახი გაანადგურა, ტყვედ წაიყვანა მთელი შენი ერი. როგორ ფიქრობ ხა კარგ გუნებაზე ედგებოდა ეს სასჯელი იერემიასთვისაც არის. რა თქმა უნდა მისთვის, თუმცა კი მან იცოდა რომ ეს ასე მოხდებოდა, იმიტომ რომ არ ისმენდნენ მის ხმას. არ უსმენდნენ იერემია, რასაც ეუბნებოდა რომ ღმერთი ამას გააკეთებს, იმიტომ რომ არ ვცდილობთ რომ ცოდვებისგან გამოვიდეთ. არ ვცდილობთ რომ ღმერთს დაუჯეროთ. იერემიას ამის გამო ციხეში ამყოფებდნენ ხშირ შემთხვევაში, რომ არ მოესმინათ მისი ხმა. ამიტომაც ეს მაგალითი, რომელიც ახლა მე მოვიყვანე, გახლავთ სწორედ ის რაღაცა უკუსულა ერისა, როდესაც არ ისმენს ეკლესიის ხმას ერი და არ უსმენს რომ ცოდვას ნუ გააუბრალოებ შენში და ნუ იტყვი მერე რა მოხდა. და ნუ იტყვი რომ ეხლა ეს 21 საუკუნეა და 21 საუკუნით შეიძლება მართლდებოდეს ან ნარკოტიკი, ან ლუდომანია, ან აბორტი მით უმეტეს. კლუბური ნარკოტიკია რა მოხდა, რაღა დროს ზიარება ეკლესიაში რა გინდა, აბორტი რა მოხდა, აი ამიტომ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემებს გადავწყვიტე ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა და გადავაშორეთ კიდეც უბრალოდ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თემა, რომ მე ვფიქრობ რომ აი ამ პროპაგანდის ნაწილში აი ეს კონკრეტული ცოდვები ალბათ უნდა გამოგვეყო იმისთვის რომ იქნებ შევისმინოთ უნდა შეისმინოს ეს ერმა აუცილებლად უნდა შეისმინოს და აუცილებლად აი ბიბლიური მაგალითების ფონზე უნდა დაინახოს რა შეიძლება მომავალში ამ ყველაფრის შედეგად დადგეს. ამიტომაც მე ვფიქრობ რომ საჭირო როტო საკითხებზე საუბარი ჩვენ გვმართებს რომ მივმართოთ ჩვენს ხელისუფლებასაც და მივმართოთ ჩვენ საზოგადოებასაც რომ არის რაღაცა რაც არ შეიძლება შენი მომავლისთვის არ შეიძლება პირადად შენთვისაც რომელსაც ახლა იერემიას გავსად კი შეიძლება სუფთად და წმინდად ცხოვრობდე მაგრამ საზოგადოება რომელიც სხვანაირად ცხოვრობს არ შეიძლება ეს არ გაწუხებდეს და თუნდაც ამისთვის ლოცვას არ აღავლანდე თუ მეტი სხვა არაფერი არ ძალგიც ღმერთმა გისმინოთ მამა კახაბერ და ღმერთმა უსმინოს ჩვენი ქვეყნისთვის გულმხურვალედ მლოცვალ ადამიანებს და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ რაღაცნაირად იმ სწორი გზით ვიცხოვროთ რასაც ღმერთი უკარნახობს. ამინ. სამწუხაროდ ჩვენი დრო გადაცემისთვის განკუთვნილი ამოიწურა ძალიან საინტერესო თემებს შევხედათ ტკივნეულს ჩვენი ერისთვის თუმცა მოგწერეთ კიდევ თქვენი შეკითხვები თუ კიდევ რამე განსაკუთრებულად გაწუხებთ იმ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით ჩვენ გადაცემაში დიდი მადლობა რომ გვისმენდით და გვადევნებდით თვალყურს მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის